წყალთაშუა სოფელია ქალაქ ბაღდათიდან მე-7 კილომეტრზე. სამხრეთით კურორტ საირმისკენ მიმავალ გზაზე, წყალთაშუას აღმოსავლეთით მდინარე ხანისწყალი ჩაუდის, ხოლო დასავლეთით წაბლარა წყალი. სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს. წყალთაშუა ორ წყალს მდინარეს შორის მდებარეობს სოფელი. ამ სოფელში უერთდება ერთმანეთს ბაღდათის მხარის მდინარეები, ხანის წყალი და წაბლარა წყალი. ასევე ამ მდინარეების ხეობებიდან გამომავალი გზები. გასული საუკუნის 70-იან წლებში არქეოლოგებმა ჯუმბერ ჯღამაიას ხელმძღვანელობით სოფელ წყალთაშუაში გამოავლინეს და ნაწილობრივ შეისწავლეს სოფლის ტერიტორიაზე მდებარე განვითარებული ფეოდალური ხანის სამონასტრო კომპლექსი. ამავე ექსპედიციამ აქ აღმოაჩინა უფრო ადრინდელი ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნის სამარხის ნაშთები. სამარხში ნაპოვნი იქნა პოლემონ მეურის დროინდელი პონტოური ოქროს მონეტა, რომელიც ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნით დაათარიღეს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მონასტრის აგებამდე, რომლის აგების სავარაუდო დროა მე-9 საუკუნე, ამ ადგილებში 2000 წლის წინათ დასახლებული პუნქტი არსებობდა. თავის აღწერილობებში სწორედ წყალთაშუას სამონასტრო კომპლექსის შესახებ გვაწვდის ცნობას ვახუშტი ბატონიშვილი. იგი წერს: ამ წყალზედ ციხის ბატონ ზურაბ თოლორდავას აზრით, აქ ვახუშტი მდინარე ხანისწყალსა და ბაღდათის, ანუ თხმელის ციხეს გულისხმობს. სამხრეთ ფერსათის კალთას არს მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი და აწუქმი. პავლე ინგოროყვას ვახუშტის ცნობაზე დაყრდნობით გამოთქმული აქვს მოსაზრება, რომ გიორგი მერჩულეს მიერ გრიგოლ ხანძთელის ხოვრებაში მოხსენიებული ფერსათის დედათა მონასტერი სოფელ წყალთაშუაში მდებარეობდა და მისი აზრით ვახუშტის ამ ცნობის თანახმად ფერსათის მონასტერი გაშენებული ყოფილა არა თანამედროვე სოფელ ფერსათში, არამედ ფერსათის მთის კალთაზე, ბაღდათის ციხის სამხრეთით. ფერსათის სახელწოდება ამ მონასტერს ჩანს მიუღია ფერსათის მთიდან და არა თანამედროვე სოფელ ფერსათიდან. ქართული საისტორიო და ლიტერატურული წყაროებით დასტურდება, რომ დედოფალი ბევერლიუსა ანასტასია ყოფილა აშოტ კურაპალატის შვილის ადარნასე პირველის მეუღლე. ადარნასე პირველი მთავრობდა ტაუკლარჯეთში 826-867 წლებში. ჰყავდათ შვილებიც გურგენი და სუმბათი. ადარნასე პირველი სიძვის დიაცის სახეზებით, რომელთა თანაიმრუშებოდა იგი, გაეყარა მეუღლეს. ბევერლიუსას სამშობლოში, აფხაზეთში დაბრუნებულა. აფხაზეთი ასე ეწოდებოდა მაშინ მთლიანად დასავლეთ საქართველოს და ფერსათის დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცილა, სადაც აღესრულა კიდეც. ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხვის შემდეგ იგი მოიხსენიება როგორც ანასტასია ფერსათელი. თუ როდის მოიშალა აქ სამონასტრო ცხოვრება, ჩვენთვის უცნობია. ასევე უცნობია მონასტრის დანგრევის ზუსტი თარიღი, რომელიც უთუოდ ოსმალების მიერ მოხდებოდა. ერთი რამ ცხადია, წყალთაშუას სამონასტრო კომპლექსი მე-18 საუკუნის დასაწყისში ვახუშტის ცნობის თანახმად აღარაა მოქმედი, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო დანგრეული. ყველა შემთხვევაში ეს მოხდებოდა რუსეთის იმერეთში შემოსვლამდე. 1846 წელს ამ თარიღს მიუთითებდა ეკლესიის დასავლეთის კარებზე შესრულებული წარწერა, რომელიც ახლა წაშლილია სოფელმა დაქცეული დიდი გუმბათოვანი მონასტრის ქვებით იმავე ადგილას მცირე ზომის ეკლესია ააგო, რომელიც 1924 წლამდე იყო მოქმედი. აქვეა სოფლის სასაფლაოც. მე-20 საუკუნის 80-იან წლებში სოფელმა ეკლესია აღადგინა, თუმცა რამოდენიმე წლის შემდეგ დიდ თოვლობისას მისი სახურავი ჩაინგრა. 2005 წლიდან ვანისა და ბაღდათის ეპარქიისა და ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით გეგმაზომიერად მიმდინარეობდა ეკლესიის საფუძვლიანი აღდგენა. ამჟამად ეკლესია მოქმედია და წმინდა ანასტასია ფერსათელის სახელობისაა.